97 მომხრე 2 წინააღმდეგი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი მიღებულია. ჯერი ახლა პრეზიდენტია გამოიყენებს თუ არა ორი ვეტოს შემდეგ მესამეს ეს უცნობია. მმართველმა გუნდმა დრო მოტივირებული შენიშვნების მიღების შემთხვევისთვისაც დაიტოვა და დღეს საგანგებო სხდომა გამართა. ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვების შემდეგ კანონი ძალაში 31 მარტამდე უნდა შევიდეს ოპოზიციის მთელი სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამჯერადაც პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში არიან. პარალელურად კი ახალად მიღებული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ და პოლიტიკურ კამპანიას გეგმავენ. 97 მომხრე 2 წინააღმდეგი პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ. დამტკიცდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ პაკეტში შემავალი 17-ვე კანონი. მის მიღებას ოპოზიციიდან დარბაზში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. სხდომის თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავას მიკროფონი ორჯერ, რომან გოცირიძის კი ერთხელ გამოურთო. უმრავლესობის წევრები მათ რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდებდნენ და პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად სარედაქციო შენიშვნების გამოთქმას ურჩევდნენ. გომელაურს საერთოდ ჩამოაცილეთ ის ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წარდგეს პარლამენტის წინაშე. სუს ხელი ეხსნება, რომ ნებისმიერ მომენტში შევარდეს ამა თუ იმ საკომუნიკაციო ბიზნესში, ზეწოლა მოახდინოს მათზე. დააზუსტეთ, რომ ფარული მოსამსახური არის აგენტი და გასაგებია და ყველას მიკროფონი, იმიტომ რომ არ ჯდება ეს რეგლამენტის მოთხოვნებში არანაირად. აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთაშორისო ინსტანციებსაც მივმართავთ. საკითხის განხილვას ნახევარი საათი დაეთმო. რიგარეშე სესია ჯამში 50 წუთს გაგრძელდა. დღეს მიღებული კანონის მიხედვით უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შეიქმნება, რომელსაც ფარული მოსმენა მიყურადების ექსკლუზიური უფლება ექნება. სააგენტოს უფრო 7-კაციანი კომისია სუსის უფროსის წარდგენილი 3 კანდიდატიდან შეარჩევს. თანამდებობაზე კი მას პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს დებულებას დაამტკიცებს მთავრობა. კანონის მიღების შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდა. საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს როგორც საიმედო პარტნიორს უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ბუნებრივია ჩვენ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს როგორც ჩვენ გავუფრთხილდით, პარლამენტი ასევე პრეზიდენტიც მიაქცევს ყურადღებას. ახლად მიღებული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი და პოლიტიკური კამპანიის დაგეგმვაზე ფიქრობენ ევროპული საქართველოს წევრები. მათ სხდომა პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დატოვეს. დღეს კი რიგარეშე სესიის ბოიკოტირების პარალელურად პროტესტის მექანიზმებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. ვიღებთ ორუელის 1984, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს. უმრავლესობის გასაგნად მინდა ვთქვა. პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს აი ეს უფროსი თქვენი ძმა. საქართველოს პატრიოტების მომართვა. ბოიკოტის ნიშნად დღევანდელ სხდომას არ დასწრებია არც პატრიოტთა ალიანსი. ფრაქციამ ამის შესახებ ბიუროს ოფიციალურად წერილობითაც აცნობა. დღეს მიღებულ კანონს საპარლამენტოსთან ერთად ეწინააღმდეგება არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამისთვის ვიბრძოდით, რომ უკანონო მოსმენები არ ყოფილიყო ნაციონალების პერიოდში და სწორედ იგივე გზას კიდევ უფრო გაძლიერებული მანქანით აგრძელებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად კი არ მიიღო კანონი, არამედ გააუარესა. კანონის ანტიკონსტიტუციურობაზე მიუთითებენ კამპანიაში ეშენგეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. სიმბოლურად ყველაფერს დაარქვეს კანონ პროექტში კონტროლი, შემოიტანეს 6 სახე, მაგრამ მათგან არც ერთი რეალური კონტროლი არ არის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღებით დასრულდა რეფორმა, რადგან ეს არ არის საკითხი, რომელსაც შეიძლება ესე მარტივად შეეგუოს საზოგადოება. სწორედ კამპანიაში ეშენგეხება ჩართული ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში და კანონის რამდენიმე ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ მათ შესაძლებლად პარლამენტს ვადა 31 მარტამდე მისცა.